რთულია, ემოციები არ გაგაჩნდეს, როცა საუბრობ შენი კოალიციის ლიდერებზე და ამავდროულად ჩვენს მეგობრებზე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ისინი ჩვენი ლიდერები არიან, ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ და აღარაფერს ვიტყვი ახლა ჩემი და ნიკა გვარამიას მეგობრობის შესახებ, ამას წლების განმავლობაშია განმტკიცებული. მაგრამ ახლა ემოციების დრო არ არის და ახლა არის ნამდვილად მოქმედების დრო და აი ამ მოქმედების ნაწილია სწორედ ეს პატიმრობაც, რომელიც აბსოლუტურად გააზრებული არჩევანია. ეს არის პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების წინაშე, რომელიც ამ ქვეყანაშია, რომელიც პროტესტს აგრძელებს უკვე, მე მგონი ყველას აგვერია თვლა, მე რამდენი დღეა და ეს არის პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური პატიმრების წინაშე, რომლებიც დღეს იმყოფებიან სხვადასხვა სასჯელახსრულების დაწესებულებაში. ეს არის გუშინ 4 წლითა და 6 თვით დატყვევებული უკვე მათე დევიძის წინაშე პასუხისმგებლობაც და აი ამ პასუხისმგებლობების გააზრებით და ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე, მოგეხსენება თქვენ მუდმივად აშუქებთ ამ თემებს, თქვენ იცით ჩვენი არჩევანი რა არის, ეს არის ართანამშრომლობა, შეურიგებლობა და სიჯიუტე, რაც ფიქრობთ, რომ მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე, იმიტომ რომ რაც რეჟიმს არ ყევს, ეს არის სწორედ ჯიუტი ადამიანების ნება და მათი სიმტკიცე ბრძოლაში. კი ბატონო, და მე აღნიშნე, რომ კოალიციის მესამე ლიდერია ნიკა ელენე დარჩა, შეიძლება ითქვას ლიდერებიდან. ჯერჯერობით ალბათ იმიტომ, რომ სისტემა რაღაცას კიდევ ერიდება, რეჟიმი და ჯერჯერობით ასე დემონსტრაციულად ვითომ, მაგრამ ამასაც ვერ ვიტყვით, რომ ქალებს ვერ აკავებს, იმიტომ რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეშია, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ასე სამაგალითოდ აბსურდული ბრალით დაიჭირეს და ცხადია, რომ ის არის სინდისის და პოლიტიკური პატიმარია, ის რეჟიმის პატიმარია, სინდისის პატიმარია, შეიძლება პირდაპირ ითქვას და ამიტომ ელენეა მხოლოდ შეიძლება ითქვას დარჩენილი გარეთ, ნიკა ამაზეც კითხეს სხვა შორის სამომავლო გეგმებზე პარტიის და კოალიციის და მან თქვა, რომ ბრძოლა გაგრძელდება. აი ეს მოცემულობა მინდა ვიკითხო პოლიტიკური გაერთიანების, რომლის ლიდერები ციხეში შეაგროვა ივანიშვილი. იმ ნაწილზე მინდა ჯერ აქცენტის გაკეთება, რომ ქალებს არ თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ელენეს დაკავებაც მოხდა და შემდგომ მეორე დღეს თუ ღამით მისი გათავისუფლება, ასევე რა ადამიანური მოპყრობა, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ის რაც დღეს უკვე ვთქვათ თითქოს დაიგმო. დღეს აღიარეს, რომ ეს იყო, თორემ თავის დროზე ამბობდნენ, რომ არავის ვაშიშვლებს. და თითქოს ეს იყო რაღაც ჩვეულებრივი პროცედურა, ხო? ანუ ელენეს მიმართაც რეჟიმს კონკრეტული გეგმა ჰქონდა, მე ვფიქრობ ელენემ ჩაშალა ეს გეგმა, მაგრამ მომავალში რას მოიმოქმედებს რეჟიმი, ამის გათვლა რთულია, თუმცა ზოგადად ის რაც ახასიათებს რეჟიმებს, ანუ ქართული ოცნების რეჟიმი არ არის პირველი რეჟიმი, რომელიც სამყაროში არსებობს, ხო? და ზოგადად იმ ადამიანებმა, ვისაც ზოგადად გვაინტერესებს ეს თემები, ვიცით, რომ მას რეჟიმებს აქვს თავისი არსებობის განმტკიცებისთვის ერთი და იგივე მეთოდოლოგია და ერის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც კორექტირებები მოხდეს ხოლმე. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით ხვალვისი პატიმრობის დრო დადგება, ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა იყოს ეს, თქვენ შესაძლოა იყოს მათ ინტერესში. დღის ლაშხის შეურაცხყოფისთვის ჩასმული გოგონები, ალბი კორძაია 10 დღით ჩასმული. მე ვამბობ უბრალოდ პოლიტიკოსი ქალების დროც დადგება დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ხანგრძლივ პატიმრობას გულისხმობს, იმიტომ რომ სისტემა უფრო და უფრო დიდ ნაბიჯებს გავს ავტორიტარიზმისკენ და თიკას შემთხვევაში, როცა მისი ოჯახის წევრზე იყო პირდაპირ გატაცება და ძალადობა და შვილები, მცირეწლოვანი შვილებით მუქარა, თინამ ზუსტად ეს აღნიშნა, რომ ეს იყო მისი დაშინების მცდელობა. რაღაცნაირად სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას ცდილობენ ისინი. რა თქმა უნდა, ფიქრობენ, ანუ მოწყვლადობის საკითხი აქვს შესწავლილი, ანუ ქალზე ზემოქმედების და უშუალოდ იქ ოჯახის თემა, შვილების თემა, მაგრამ თინა ვერ შეაფასეს როგორც ჩანს მათ და ჩვენ ვიცნობთ თინას როგორც ძალიან მტკიცე ქალს და მართლაც ყოჩაღ მას იმ სიმტკიცისთვის რომელიც ამჯერადაც გამოავლინა და იმ ფონზე როდესაც მაგალითად სულ ახლახას ნინო დათაშვილზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე თითქოს მანდატურის შეურაცხყოფისთვის ხო ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის დღეს სასამართლო სისტემა რა ხდება სასამართლო შენობაში ფაქტობრივად პროცესები გარდა ჩვენ მიმართ წარმოებული და ჩვენში გულისხმობ ამ შემთხვევაში
პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ზოგადად პროტესტის მონაწილეებს და ანტირუსულ კამპანიაში ჩართულ პირებს სხვა პროცესები მგონი საერთოდ იქ არ მიმდინარეობს. გაჩერდა სასამართლო ეს პროცესები თქო ნოტარიული ფუნქცია აქვს, ხო, წინასწარიც ცნობილია ყველას განაჩენი. მე აი კადრი ნიკა დგას ციხესთან, ეს კადრი ამბობს ყველაფერს, ელოდება, როდის შეაცახლებენ ციხეში და ჯერ მოსამართლემ ვითომ დამოუკიდებელი გაწყვეტილება უნდა მიიღოს სადღაც ოთახში ვითომ ზის და ეხა ფიქრობს. ხო, ეს ძალიან ცხადი სურათია, ყველა მიცის წინასწარ რა გადაწყვეტილება იქნება ასეთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ამიტომ არის ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული, რომ მისი განაჩენი წინასწარ ცნობილია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს მაგალითისთვის ნინო წილოსანმა გააკეთა განცხადება, არავინ დაიჭერს მათ. ანუ წინასწარვე იყო ცნობილი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აი ამ დღეებში აქვს მათ შორის თქვენი კოლეგები, სასამართლო პროცესები მათ მიმართ აპირებდნენ ჯარიმას, ხო? როგორ შეიძლება რაღაც ეგრეთ წოდებულმა პარლამენტარმა იცოდეს ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენლის გადაწყვეტილება წინასწარ, ხო? საერთოდ აბსურდია, რა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, სასამართლოს შენობა და თავად მოსამართლეები დღეს არიან რეჟიმის საუკეთესო მსახურები. ამიტომ რეალურად იქ დასაქმებული, მანდატურიდან დაწყებული, მოსამართლე დასრულებული, აი ამ ფერხულში არიან უკვე ერთობლივად ჩართულნი. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, ვინ აძლევს დავალებებს ამ მანდატურებს და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, იმიტომ რომ იქ ვინც მივდივართ სასამართლო პროცესებზე, დამსწრე საზოგადოებად ვინც ვითვლებთ, ყველა ერთმანეთს ვესალმებთ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ამიტომ ვთქვი, რომ იქ პროცესი სხვა გარდა პოლიტიკური პროცესებისა ფიზიკურად აღარ ტარდება და ამავდროულად ყველა პოლიციელს ცნობთ, რომელიც რაღაც დავალებას აძლევს მანდატურის სამსახურს. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ნახეთ ამ ჩვენი სამი ლიდერის დაკავების პროცესში საზოგადოება თავისუფლად შეიძლება ნახოს სამი სხვადასხვა ტიპის პროცესი. ერთი მხრივ ზურა ჯაფარიძე, რომელზეც იმსჯელა თითქოს სასამართლომ და რა გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან კარგად ვიცით. ანუ ზურამ ფაქტობრივად კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ არც ადვოკატის საუბარს, არც ბრალდებული საუბარს და არც საერთოდ რაიმე ტიპის მსჯელობას სასამართლო დარბაზში არ აქვს აზრი, იმიტომ რომ განაჩენი წინასწარ არის გამოტანილი. ამ შემთხვევაში, მელიას შემთხვევაში დავინახეთ, როგორი სახია რეალურად. აკავებამდე დააკავეს, ანუ მოიტაცეს რა თქმა უნდა, ანუ გელაძის პირველი სპეცოპერაცია იყო ნიკა მელიას ჩასაფრებით დაკავება ტყეში. ანუ დავინახეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან და რეალურად კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად როგორ გეგმავს ადამიანის გატაცებას. და მესამე, როდესაც ნიკა გვარამიამ უკვე საბოლოო დაჩვენა, რა არის სიმტკიცე და რა არის ამ სისტემაზე გამარჯვება, როცა ეუბნები, რომ მე ვიცი შენ რას გააკეთებ და აი მე მოვედი იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში აი ამ სახით შემოვიდე. იმიტომ რომ ნიკასთვის ახ თქვენ სწორად ზადებთ, მეოთხე დაკავება ეს და ყოველ ჯერზე ხელისუფლებამ ნახა მისი სიმტკიცე. ამიტომ ალბათ სავარაუდოდ სხვა რაღაც მეთოდებს აღარ მიმართა, თუმცა ნიკას წინასწარ ქონდა გაცხადებული სასამართლოსთან მისი დამოკიდებულება და მე ვფიქრობ, აი თქვენც ახსენეთ, რომ ეს იყო ამ სისტემაზე, ამ რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებაზე კიდევ ერთი გამარჯვება ამ შემთხვევაში პროევროპული ლიდერისგან. კი ბატონო, და აქვე უნდა ვიკითხოთ მათედევიძე 21 წლის ბიჭი, რომელზეც დატესტა, შეიძლება ითქვას, სინდისის პირველი პატიმარი, რომელზეც განაჩენი დააყენა, ხომ, ამ პროევროპული აქციების შემდეგ სისტემამ და რეჟიმმა და 21 წლის ბიჭი მოსამართლემ, რომელიც დღეს სხვა შორის 11 პირის საქმესაც განიხილავს 11 სინდისის პატიმრის, გამოუტანა განაჩენი 21 წლის ბიჭს გაუშვა ციხეში 4 წლითა და 6 თვით. ძალიან ბევრი პარალელი იდებოდა სოციალურ ქსელებში, როგორ დადიან გირაო გადახდილი კაცის ადამიანის მკვლელები გარეთ. ასეთ სისტემაში თუ შენ ხარ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, საერთოდ არაფერში არ ჯდება მათეს მიმართ გამოტანილი განაჩენი, ჯოხის მოქნევის ბრალდებით არის ის გასამართლებული და 4 წელი და 6 თვე ჯდება ესო. იყო ასევე ვიდეო პოლიციელის, რომელიც თითქოს დაზარალებულია, რომელსაც ეკითხებიან ამ თემაზე და ის ამბობს, რომ მხოლოდ ხელში იყო მცირედი სიწითლე. მცირედი სიწითლის გამო ახალგაზრდა ბიჭი 21 წლის ბიჭს უშვებენ ციხეში თითქმის 5 წლით. რას უპირისპირებს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ასეთ პირობებში რეჟიმს?
სამწუხაროდ მათე არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც იქნება ასეთ გადაწყვეტილება მიღებული. ამის პროგნოზირება რთული არ არის. მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმე მოგეხსენებათ პოლიციელის შეურაცხყოფას და ირაკლი დგებუაძის ლოყის სიცოცხლეს უკავშირდება. ძალიან წუხარ იმაზე, რომ ირაკლი დგებუაძე იქცევა ასე, იმიტომ რომ ის ჩემი მოსწავლე იყო და მე მართლა რას ასწავლიდით? ისტორიას ვასწავლიდი ალბათ 1-7 წლის განმავლობაში. სკოლაში? დიახ. და მე მიმართე კიდეც მას მედიების საშუალებით და თუ რამეზე წუხარ იმაზე, რომ მისი მეტამორფოზა მოხდა ჩემს თვალწინ. მაგრამ მინდა ირაკლიმაც და იმ ადამიანებმაც, ვინც ან ირაკლის აძლევს დავალებებს, ან ირაკლისგან იღებს დავალებებს, მინდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ამაყი ადამიანები და ყველას ვერ დაგვიჭერთ, ყველას ვერ დაგვატყვევებთ და აუცილებლად გამოჩნდებიან შემცვლელები, ჩამნაცვლებლები, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე სხვა ქალაქებში, სხვა ლოკაციებზე, ისე ეთერებში, ანუ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს პროტესტშია ჩართული, აკეთებს იმ, ასე ვთქვათ, ინვესტიცია როგორ უწოდო, მაგრამ იმას დებს პროტესტში, რაც არის მისის შესაძლებლობის ფარგლებში, ხომ? ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურ ახალგაზრდებს, მაგრამ ვხედავთ ამავდროულად ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე საათით მიდიოდნენ აქციაზე, მაგრამ ფიქრობენ, რომ მათი იქ მონაწილეობა თუნდაც რამდენიმე საათით არის იმ ახალგაზრდების გამხნევება. ჩვენ ვხედავთ პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად, მაგალითად, აქვეყნებენ საკუთარ აზრს და შეხედულებას. ამას ყველაფერს აუცილებლად ექნება შედეგი. რეჟიმს ერთადერთი რამ, რაც ასუსტებს და ეს არის ისტორიის მანძილზე დადგენილი კანონზომიერება, ეს არის შეუპოვარი ბრძოლა და რა თქმა უნდა მთავარი სათქმელი დიახ არის ოლიგარქია უნდა დაემხოს. და თუ ბოლოსკენ მინდა კითხოთ ნინო, თქვენ მე ვიცი რომ ნიკას და მისი ოჯახის ძალიან ახლო მეგობარი ხართ და მე დღეს უყურებდი სოფოს, რომელმაც რამდენჯერმე გამოიარა ნიკას პატიმრობა. ეს საერთოდაც არ არის მარტივი, როცა შვილებს უნდა დაემშვიდობო და აუხსნა, რომ მორიგ უსამართლო ბრძოლაში მიდიხარ, უსამართლო ბრძოლის გამო მიდიხარ პატიმრობაში. ნახეთ ალბათ ნიკა თქვენ გუში რამდენად რთულია ეს ოჯახის თვალსაზრისით ემოციურად და რამდენად გათვითცნობიერებული აქვს რაში აცხოვრებს ეს რეჟიმი ოჯახებს. რეჟიმი რომელიც რეალურად დანაშაულს ჩადის ახალგაზრდებისა და ჩვენი შვილების წინაშე ამავდროულად არ დაგვავიწყდეს რომ აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს და ჩვენი არალეგიტიმური პრეზიდენტი პოზირებს პატრიარქთან ოჯახით. ანუ ცალმხრივი ამბავია, ხომ? საკუთარი შვილებია და მათ მომავალს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სხვისი შვილები შეიძლება დაიჩაგრონ, შეიძლება უჩნდებოდეთ კითხვა, რომ რამდენჯერ შეიძლება მოხვდე პატიმრობაში, ან რის გამო და იყოს მათთვის სრულიად გაუგებარი და ამავდროულად ხედავდნენ პირდაპირ ეთერში ხედავდნენ, როგორ ცემენ მათ მშობლებს. ანუ ჩვენი შვილები და რა თქმა უნდა ნიკაშვილები უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მათთვის ეს არის მამის მეოთხე პატიმრობა, ცხოვრობენ ამ ჯოჯოხეთში, ამ ჯოჯოხეთს გადიან ყოველდღიურად. ჩემს შემთხვევაშიც ჩემმა შვილმა ჩემი დალეწილი სახე რომ ნახა ხომ? ამაზე მარიამ ლაშქს, ან მე საკრებულოს წევრი ვარ. საკრებულოს რომელიმე წევრს ერთი განცხადება მაინც ქონია, არა. იცით რატომ? მათთვის ჩვენი შვილები არ არსებობენ. ჩვენი შვილები, ნიკა გვარამიას შვილები იქნება ეს, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას სანდრო იქნება, ჩემი თუ სხვა პროევროპულად მოაზროვნე ადამიანებს უბრალოდ არიან უჩინარი ბავშვები. ისინი არ არსებობენ და პირიქით, არათუ არ არსებობენ, ისინი უნდა იყვნენ წნეხის ქვეშ. ასეთია ამ კოლექტიური ლაშხების დამოკიდებულება. ისინი ხედავენ მხოლოდ დასაცავს საკუთარ შვილებს და არ დაგავიწყდეთ, რომ ამავდროულად, ხომ, მე განათლების სპეციალისტი ვარ, აბა კარგად ვნახოთ რა განათლებას აძლევენ საკუთარ შვილებს. რატომ აბარებენ მათი შვილები? ამერიკული აკადემია იქნება ეს, ევროპული სკოლა იქნება თუ სხვა, ასე ვთქვათ, შედარებით მაღალბიუჯეტური, მაგრამ ამავდროულად
ამავდროულად ევროპულთან ან ამერიკულთან ინტეგრირებული სასწავლებელი. არა, განათლებაც მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის უნდათ. არა თუ სიკეთეები და რაღაც მშობლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ოჯახების. არა, საყოველთაო სიკეთე რაც არის განათლება, ისიც მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის უნდა და ამაში დარწმუნება ძალიან მარტივია. უბრალოდ გადავავლოთ თვალისწინებენ მათი შვილები ან ამ ქვეყანაში, ან როცა ქვეყნის მიღმა მიდიან უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად. ასე რომ 21 წლის ბიჭს განათლების უფლებას კი არა, საერთოდ გარეთ თავისუფლებას უზღუდავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რაღაც არ ვიცი მათაც რა შეჭირდებათ, ესეც არ ვიცი, არაფერში არ ადგებათ საბოლოოდ ეს შედეგი, მაგრამ იმიტომ რომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა, რომ გისოსებს მიღმა უნდა გაუშვას სიცოცხლის სავსე ბიჭი 5 წლით, თითქმის 4 წლითა და 6 თვით, იმიტომ რომ პროევროპულ აქციაზე იცავდა, იქნებოდა ეს ხელში რაც მოხვდა თუნდაც იმის მოქნევით, რომელიც არავის არ მოხვედრია როგორც ირკვევა და არავინ არ დაზიანებულა ამით, იცავდა თანამოქალაქეებს არნახული ძალადობისგან, რომელსაც ჩვენ იმ პროევროპულ აქციებზე ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების მხრიდან ხედავდით. ეს არის რეალობა სამწუხაროდ, ნინო, ნამდვილად ასეა. ყველას შვილი სწავლობს ან ამერიკაში, ან ევროპაში და ჩვენ ევროკავშირიდანაც მოგვივიდა აგერ განცხადებები ევროპარლამენტარებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ქართული ოცნების რიგი დგას თურმე ევროპარლამენტში, რეკავენ ზარებით, რა ეშველება ჩვენ შვილს, რომელიც ბრიუსელში სწავლობს სანქციების შემდგომ, ან რა ეშველება ჩვენს ვილას ესპანეთში. ამიტომ ეს არის რეალობა. ეს არის მხოლოდ პირადზე ორიენტირებულია რეჟიმი. მას არ არის. სულ ბოლოს როგორ გონიათ, რამდენად ხანგრძლივად წავიდა ნიკა ციხეში? მე არ ვფიქრობ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძალიან მალე ვიხილავთ ალბათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსა და მათ კონკრეტულ ქმედებებს. მოგეხსენებათ, მეგობარი აქტიც განხილვის პროცესში იქნება. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მიდის და ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ დღეს დარეკა ნიკუშა კაციამ და გაგვამხნევა. მართლა გამახსენდა და აი როდესაც ეს ბიჭები ასეთები არიან ციხეში და ასე ეხმაურებიან უკვე გვარამიას მეგობრებს, რომ ისინი გაამხნევონ, რა დაამარცხებს ამ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ამიტომ იქნება ეს მათე თუ სხვათა პროცესები, ვისაც არ უნდა დასრულდეს ამ დღეებში, მიუხედავად იმისა, რამდენ წლიანი იქნება ეს სასჯელი. მაგალითად, ჩემი მეგობრი საბა სვიტარიძის მიმართ, რომელსაც ძალიან ძიმე მუხლი მიუყენეს, ამათი დღეები მაინც დათვლილია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რეჟიმი აუცილებლად ემხობა.